ну დღეს აღმოჩნდა ისე რომ მე ამ მოსამართლეს ვიცნობ, ვინც ეს გაწყვეტილება მიიღო და ჩემი ნაცნობობა მასთან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ რამდენიმე წლის განმავლობაში მე მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მე არ მჯერა რომ ეს იყო შეკვეთილი, ანუ შეიძლება ვცდები, შეიძლება ის იყოს, უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ეს იყო მოსამართლის არჩევანი. და დიდი ხანი ვინაიდან ვიცნობდი ადამიანს, დიდი ხანი ვიფიქრე დღეს იმაზე თუ რამდენად სწორი თუ არასწორია ეს გადაწყვეტილება, მაშინ იმ დათქმით, როცა ეს არ არის შეკვეთილი სისტემის მხრიდან. მე ვინაიდან ამის მჯერა ამ ეტაპზე ცხოვრების, აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილებას იმდენი პატივი უნდა ვცე, რომ განვიხილო სწორია თუ არასწორია. და აქედან გამომდინარე ბევრი ვიფიქრე, სხვათა შორის ბევრი სხვა მხრიდან ვიფიქრე და ესე მთავარი არგუმენტი პროკურატურის იყო, რომ მას სხვა საქმეზე აქვს კირკიტაძეს გირაო შეფარდებული და ამიტომ მეორე გირაოს ვერ შეუფარდებიან. თუმცა ეს კანონში ესე არ წერია ასე რომ. არა მხოლოდ ეგ არგუმენტი, არამედ არგუმენტი ჩემი აზრით საბოლოო ჯამში ქართული ხალხისთვის ასახსნელი არგუმენტი, როგორც ყოველთვის როცა გვინდა რომ რაღაცა ესეთი დაგვიჯერონ არის ის, რომ და ევროპებში ასეა და დასავლეთში ასეა. კი, ევროპაშიც და ამერიკაშიც ის კადრები, რომელიც ჩვენ ნახეთ, შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაულის არა მხოლოდ დანაშაული, არამედ პატიმრობის საფუძველიც მათ შორის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის კონტექსტი. და მე სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ კონტექსტის გამო არა იმიტომ, რომ იქ რაც ხდებოდა სიტყვაზე ის ავტობუსში მიციდა ის პოლიციელი არ იყო და კირკიტაძემ არ იცოდა, რომ პოლიციელის წინააღმდეგ ახორციელდა რაღაც. ამის გამო არა, სულ სხვა რაღაცის გამო მგონია არასწორი ეს გადაწყვეტილება. ჩემი არგუმენტაცია არის ასეთი. ჩვენ ანალოგიურ საქმეებზე, როდესაც პოლიციელის მიმართ ხდება ძალადობა. ეს ერთ პირველი შემთხვევა არ არის კირკიტაძის. ეს არის მაგალითად რა ვიცი, მელორ ვაჩნაძის შემთხვევაც ხო გვახსნობს. თავის დროზე ეგეც იყო. გვახსნობს აი თუ გახსოვთ მარნეულის თუ რომელიღაც მარნეულის თუ ახალქალაქის აი მერი რო იყო თუ რაღაც თანამდებობის პირი იყო, გამგებელი იყო ადამიანი, რომელსაც უკაცრავად მაყურებელთან შარდი რო წაასმევინა ვიღაცას სახეზე და გარეთ რო გამოუშვეს გირაოთი. ეს მაგალითად ხო გვახსოვს. თუმცა რამდენიმე თვე იჯდა ის. არა, ნუ რამში გარეთ არის, ვიცით რომ გარეთ არის. ეხლა დღეს გარეთ არის. და რამდენიმე თვე ამჯდა, მეგონა რამდენიმე დღე იჯდა. არა, თვე იჯდა. ოკეი, რა ნუ არ დავიწყებ, გარეთ არის ფაქტი, არ დავიწყებ. ადამიანი რომელიც ჩვენ წინაც არის პატიმრობით უშვებს ციხეში, იგულისხმება რომ პატიმრობას ვითვალისწინებთ მისთვის, ხო? ნუ გვახსოვს კიდე აგერ ლევანი თქო ფარცხალაძის მაგალითი, ასევე, ანუ ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს ესეთი მიდგომა, სისტემა, როდესაც მისიანებს ეხება, ან მასთან დაკავშირებულ პირებს ეხება იგივე სიტუაცია, რომელიც დღეს ქონდა კირკიტაძეს, სისტემა მოქმედებს სხვანაირად. და ამ ადამიანებს არ სვამს ციხეში. ანუ რა მოხდა, ნახეთ, მოსამართლემ, რომელიც სისტემის ნაწილია, ხო, სასამართლო სისტემის ნაწილია. გადადგა განსხვავებული ნაბიჯი, ანუ პრეცედენტი გადადგა განსხვავებული მაგალითად მელორ ვაჩნაძის, მარნეულის მერის, რა ვიცი, ფარცხალაძის, სარალიძის საქმეც თუ გახსოვთ, სარალიძე რო ნერვები რომ მოუშალეს და თავში რო ჩაარტყა პოლიციას, ხო, არაფრით ეს არ განსხვავდება. გასაგებია, რომ უზარმაზარი მორალური უპირატესობა აქვს სარალიძეს, ეს ხო გასაგებია, მაგრამ სამართლებრივად თუ ჩვენ ამას ასე შევხედავთ, რომ თავში ჩარტყმის ფაქტს აღარ დასტურდება, მე მგონი ვიდეო კადრებით გაიშიფრება. არა, რა მნიშვნელობა არა, ზოგადად ლაპარაკობ. ანუ ამ შემთხვევაში ეგრე შეიძლება აცილა იმანაც რა ქვია კირკიტაძემაც. ამაზე ხო არ არის საუბარი. საუბარი არის ზოგადად ქმედების სამართალთან შედარებითობას. თუ შევადარებთ სამართლის ნორმებს, თუ შევადარებთ ორივე შემთხვევაში მივიღებთ შემადგენლობას. მხოლოდ ამას გულისხმობ. ტვინის შერყევაზე იყო საუბარი და გამორიცხულია თუ თავში არ ჩაარტყა ადამიანი ტვინის შერყევას ვერ მიიღებს ეს. ისზე იყო ტვინის შერყევაზე არ ვიცი. პოლიციელზე ვისაც სალარიძე მოუქმედა, ანუ ხო, ანუ რას ვამბობ, რომ მაგ შემთხვევაში აქაც ეს არის ზუსტად, ხო? ხო, აქაც იგივეა, შემთხვევები იგივეა. ამ შემთხვევაში მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც წინა პრეცედენტებისგან განსხვავებულია. და ეს გადაწყვეტილება აუარესებს ამ შემთხვევაში ბრალდებული მდგომარეობას. ამაზე არის საუბარი, იმიტომ მიიღო, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ იყო და არა ვთქვათ. ანუ ამას ვამბობ, რომ ხო, ხელისუფლების მომხრეების მე მიუხედავად იმისა, რომ არ მიმაჩნია, რომ ამ მოსამართლეზე ზეწოლას დაეკრემდება რა, ანუ ასეთ შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ხშირად სასამართლო სისტემას ჩემგან კრიტიკა არ ესწავლება, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ ამისგან თავს ვიკავებ ჩემი პირადი ინფორმაციების გამო, რომელიც მე მჯერა. შეიძლება ვწდები, მაგრამ ამ წუთას ასე მჯერა. მაგრამ ამის მიუხედავად გადაწყვეტილება არასწორია. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაურეკა და ზეწოლა მოახდინეს და მოსამართლე სისტემის მონადას შემდეგ. არამედ არასწორია იქიდან გამომდინარე, რომ არათანმიმდევრულია სასამართლო. შერჩევითი მართლმსაჯულების მაგალითია. გვაქვს უამრავი შემთხვევა, როდესაც სისტემისთვის ახლობელი სხვა ადამიანები პატიმრობით არ დაისაჯნენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კირკიტაძე იდეალურად მოიქცა და ეს სწორი ქცევაა. ჩემი აზრით, კირკიტაძის ეს ქცევა ნებისმიერ შემთხვევაში არის სამართალდარღვევა, მე რა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს სისხლის არა ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ შესაძლებელია მე გავიგებდი იმასაც, რომ ეს ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ მე იცით რა არ მესმის? მე არ მესმის უკონტექსტოდ ადამიანის ციხეში ჩასმა, როდესაც ეს აუცილებელი არ არის.
ამაზე მე მაგალითად არასდროს არ გამოვსულარ და არასდროს არ ვითხოვ ვიღაცა რატო არ ზის ციხეში. ეს არ მომწონს ზოგადად არ ამგონია რომ კონფლიქტის მოგვარების სწორი და ერთადერთი ფორმა იყოს. სასამართლოს მოვალეობა მე სხვანაირად მესახება. მე სასამართლოს მოვალეობა მესახება ისე რომ სასამართლომ კონფლიქტი ყველაზე მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს და დღეს ის დაპირისპირება რომელიც არსებობდა მოსამართლის წინაშე რომელიც არსებობს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში და რომელიც სასამართლო სისტემის გადასაწყვეტი გახდა. შევხედოთ ამას რეალურად. აი გახდა, ჩემი აზრით, კი ბატონო, ნუ დამისვით შეკითხვა მაშინ, უბრალოდ აზრი მიწყდება ესე მე რა. უბრალოდ მეორე მხრიდან მინდა რომ შევხედოთ, რომ შეიძლება სისტემამ ჩათვალა, რომ თუ ჩვენ ამას თქვა ადეკვატურ პასუხს არ გავცემთ, რას ვაკეთებთ ამით? ავახალისებთ პოლიციელებზე ძალადობას, ხო? ერთხელ შემთხვევაში არ დაისაჯა სალარიძე, ეხლა მეორე შემთხვევაში ადრე არ დაისაჯა ამბობთ კორცხელის შემთხვევაში ვიღაცა და ეხლა არ დაისაჯა. დაისაჯოთ მესამე. კიდევ ხო. ვახალისებთ პოლიციელებზე ძალადობას და შეიძლება მივხვიდე და პოლიციას ურტყა, როცა მოგინდება თავში წამოარტყა. ჯერ ერთი ეგ არის ჩვეულებრივი კომუნისტების შემოტანილი არგუმენტი, რომელმაც კომუნისტებმა იმისთვის ადამიანები მონობაში ყოლოდათ, უთხრეს რომ მუნდირი არის დასაცავი პოლიციის. მუნდირი არ მიხსენებია, უბრალოდ აქ საუბარი არის. მუნდირის არგუმენტია, მე რა შეკი არ გიხსენებია, ეს არგუმენტი არსებობს ადამიანებში, ანუ შენ შეიძლება საერთოდ ეგრე არ ფიქრობ, კაცო, კითხვას მისვა, მათ შორის საზოგადოება რაღაცნაირად ფიქრობს. საზოგადოება ფიქრობს, რომ პოლიციელის მუნდირი არის ისეთი, რომელიც დაცვას ექვემდებარება. ესეთი სიკეთეა, რომელიც ჩვენ სამართლებრივად უნდა დავიცვათ. ჩემი აზრით პოლიციელის მუნდირი არანაირი სიკეთე არ არის, ისევე როგორც არც ერთი სხვა პროფესიის, მათ შორის არც იურისტის, არც ვიღაცის მუნდირი არ არის სიკეთე. სიკეთე არის ადამიანი. პოლიციელი ვინაიდან ადამიანია, მასზე ძალადობა თავისთავად ცხადია. უნდა იყოს შესრულებაა საქმე. მესმის კაცო ერთი წამ მივალ იქამდე, ანუ ადამიანია, მასზე ძალადობა არ შეიძლება. ის ქონება, რასაც ანადგურებდნენ ვინაიდან საკუთრება და ქონება, მისი განადგურება არ შეიძლება და არ უნდა განადგურდეს. მაგრამ აქ არსებობს ერთი რაღაცა. საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის, აი მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, იმ დაპირისპირებას, რომელიც საზოგადოების ჯგუფებში არსებობს, ნაციონალურ მოძრაობას პირობითად მის ხარდამჭერებს და ორი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ხარდამჭერებს შორის. ესეთი ქმედება, როდესაც გამოყენებულია უკონტექსტოდ. აი ნახეთ ის კადრები, მაგალითად, როდესაც პოლიცია აკავებს დავნაშავეს და კირკიტაძე გამოდის და სიტყვაზე პოლიციას ხელს უშლის მოქმედების განხორციელებაში, ამ დროს მე იმათ დაჭერაზე კი არ ვარ მხოლოდ თანახმა. თანახმა შეიძლება იარაღის როლაზეც ვიყო მე რა. მაგრამ კონტექსტი არის მნიშვნელოვანი. კონტექსტი იყო რა, ადამიანები მიდიოდნენ რაღაცის გასაპროტესტებლად. ამ დროს ვიღაცამ გადაუკეტა გზა. ფაქტობრივად წარმოიშვა რაღაც ტიპის კონფლიქტი. და ვართ ადამიანები. ზოგადად ვართ ადამიანები. მე ვარ მომხრე, სრულად თანმიმდევრული ვიქნები ამ შემთხვევაში, კირკიტაძის შემთხვევაში და სხვა შემთხვევაში. მე მგონია რომ ეს ჩხუბი ადამიანების ერთმანეთში, რა ვიცი, გაწევ-გამოწევა, ზოგადად პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. ეს არის ძალიან ადამიანური. ბავშვები ხო ყოფილვარ. ბავშვობაში ჩვენ ხო როგორც ადამიანებს და ბავშვები ნაცნობ ადამიანია. არა, რა შეკაცო. ზოგადად ჩხუბი გაწევ-გამოწევა არო, ისეთი რომელიც სერიოზულ ძალადობას, ფიზიკურ ტკივილს და დაინვალიდებას რაღაც ესეთებს არ უკავშირდება. და რომელიც უბრალოდ გაწევ-გამოწევა, სიფიცხე ვერ შევიკავეთ ადამიანებმა, ხელი დავარტყით, რაღაცა ვქნით. პატიმრობით არ უნდა ისჯებოდეს. ხო არ ვიძახი რომ დანაშაული არ არის, ხო არ ვიძახი რომ სამართალდარღვევა არ არის, ხო არ ვიძახი რომ მაგრამ იმდენად ადამიანურია მე რა თავისი ბუნებით. და როდესაც ეს ხდება პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიერ, რომელიც ფაქტობრივად თავარი კონკურენტი იყო ერთ-ერთ ადგილას ხელისუფლების, ხო? და ხდება კონკრეტულად იმ კონტექსტით, რომ ადამიანები მიდიან რაღაცის გამოსახატად იმას გზა ეკეტება, ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. კარგი კი არ არის, არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ეს ჩემს მიერ ნათქვამი არგუმენტი. კირკიტაძის აქციელს კი არ ამართლებს მე რა. უბრალოდ მოსამართლის აქციელი მგონია არასწორი. არასწორი მგონია არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაავალა, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ მის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამ შემთხვევაში პირველი დატოვა არათანმიმდევრულის, მათ შორის მის ამ სისტემის მიერ ადრე არსებულ პრეცედენტებისგან განსხვავებული შტაბ-ეჭდილება, რომელიც ამავდროულად ადამიანის ბრალდებულის მდგომარეობას აუარესებს და უამრავ ეჭს სტოვებს, როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლე, როგორი პატიოსანიც, როგორი მასზე რო არ შეიძლება ზემოქმედება, ისეთი ეჭვებს სტოვებს. გასაგებია. ერთ საქმეზე სისტემა მართალია იგივე მოსამართლეს არ მიუღია სიტყვაზე გადაწყვეტილება თავშად მარნეულის მერიც აი რა ვიცი მარნეული შეიძლება სხვა იყოს მაგრამ აი რომელიც საუბრობთ ან მელორ ვაჩნაძის ან რომელიმე შესახებ მაგრამ სისტემა მიიღო რომლის წარმომადგენლიც შენ ხარ მოსამართლე ამიტომ შენ რადგანაც სისტემის სახელით ლაპარაკობ თანმიმდევრულობა გევალება თუ თანმიმდევრულობას არ აკეთებ ჩდება ეჭვი რომ შენ პრივილეგიებს არ ეჭებ ვიღაც ადამიანებს სულ ამის თქვა მინდოდა გასაგებია კარგი